ყველას საღამოშვიდობისა. როგორც მოგეხსენებათ, ვინც თვალყურს ვადევნებს, გახლავართ ჯემალ აბულაძე, ფეგზბუქზე ჯგუფი დედამიწელების შექმნელი ადმინისტრატორი. დღეს შეიძლება ცოტა ვრცელი ვიდეო გამოვიდეს, პატარა ვიდეოები სადაც არ აქვს ხოლმე, მაგრამ კვლავ გავაგრძელებთ საუბარს თემაზე, ვინ ვართ, სად და რატომ. ჩემი წინა ჩართვა იყო, რა არის მედიტაცია შეეხებოდა და ზოგიერთმა მედიტირებულმა ისი აღიქვა, რომ თითქოს ჩემს წარმოდგენაში თუ ჩემს ცნობიერებაში მედიტაცია იყოს ერთადერთი საშუალება. რა სისულელია. მე ამ საყვარელში ჩემო მეგობრებო, გაცნობიერებული ადამიანი საერთოდ არავინ არ მინიხილავს. კაცობრიობის არსებობის მანძილზე არავინ არ ყოფილა გაცნობიერებული. არც არა იესო ქრისტე, არც ბუდა თუ ესეთები საერთოდ არსებობდნენ. ეს ოშო თქვათ, გურჯიები, ბლავატკა, სულ ყველა იყვნენ სისტემის ხალხი, სულ ყველა რაღაცას ბოდიალობდა. გარტყმაში არ იყვნენ რაღაცა, ვინ ოშო მაგალითად ღმერთს უარ ყოფდა და მაინც ღმერთს ახსენებდა. გურჯიები მაგალითად რაღაც მექანიკურად ცდილობდა ადამიანი მანქანა არისო და მე მაინც კოსმოსზე და ღმერთზე საუბრობდა რაღაცებს და რაღაც შეცნობაზე. შტაინერს და იმებზე რო ვილაპარაკო საერთოდ, მაგრამ დღეს ამას ყველაფერს ლამაზად დავქვათ და მე იმიტომ არ ვაკეთებ ამ ჩანაწერებს ჩემო მეგობრებო, რომ რა ვიცი, ვინც თვალყურს ადევნებთ, უნდა იცოდეთ, რომ მე თქვენი რწმენისათვის არა ვარ, მე თქვენი რწმენების დასანგრევადა ვარ და ყველა თქვენს რწმენას მოგკვეთავ თავს. არ არსებობს არანაირი ღმერთები, არ არსებობს არანაირი თქვენი ეს წარმოდგენა, რელიგიური, იდიოტური წარმოდგენები, რომ სადღაცას სული, მული რაღაც. ენერგია არსებობს, ჩემი თავი გენაცვალოთ. ამ განზომილებაში სადაც ვართ, ამ განზომილებას უეჭველად ყავს თავის შემქმნელები, მაგრამ ყველა შემქმნელები, რასაც ვაკეთებთ იგივე ადამიანები, როცა რაღაცას ვქნით, ამას გარკვეული მიზანი აქვს, არა იმიტომ, რომ შენმა შექმნილმა მერე თავის ჭკუაზე რაღაცა აკეთოს, არავის არ მოყავს თუნდაც ყვავილიც კი, იმიტომ რომ იმ ყვავილმა უბრალოდ იყვავოს, ის იყვავოს, იმიტომ რომ შენი სიამოვნო და გაიხარო ამით ერთგვარად, თორე თავის გაგრძელებასაც რომ წარმოშობს ადამიანი, ისიც იმიტომ რომ თავის შვილების სახით, ისიც იმიტომ მხოლოდ რომ ამას მიმართულება აქვს და მიზანი აქვს, რომ გააგრძელოს თავისი ყოფადობა, არსებობა და ელა იქ ვიღაცებმა ვინც ეს სამყარო შექმნეს, ეს განზომილება შექმნეს, სადაც ჩვენ ვიყოფებით, თავისი აზრით ჩადეს ამაში. ამაზე გვესაუბრება აი ეს წიგნი, ენოქის წიგნი, თქვათ. წიგნი, რომელიც არის ბიბლიაზე უწინარესი, რომელზედაც საერთოდ ეყრდნობა მთელი ქრისტიანული და იუდაური რწმენა, ესე რომ ვთქვათ, და წიგნი ერთსაც და მეორესაც არაკანონიკურად აქვს ცნობილი. ამოღებული აქვს სწავლებიდან, იმიტომ რომ ძალიან მექანიკურად არის აღწერილი სამყარო. უბრალოდ აქ რომ მოაშოროთ ისინი, რა ქვია, სახელები, ანგელოზები და ღმერთი და რაღაცა, მიხვდებით რომ არსებობს იერარქია, სადაც კონკრეტულად არსებობს ვიღაც რაღაც შემქმნელები, მეთვალყურეების სახით, აი პირდაპირ წერია მე საცავში არის ესეთისა, რომ გადაშლი და რაღაცას თქვათ, მოძებნა რო გინდა თქვათ და არის შესავალი და მე წიგნში მოდის თავი მეთვალყურენი პირდაპირ წერია. მეთვალყურენი პირდაპირ გვაქვს ამისი მესამე წიგნი არის ასტრონომიული წიგნი და ნუ ამას ყველაფერს წავიკითხავთ დღეს ბიბლიიდან რაღაც ამონარიდებს წავიკითხავთ, სადაც ადამიანები, რა ვიცი, აი როგორ გითხრა, როგორ აგიხსნათ, ვითომ ყველაფერი იცის კაცობრიობამ, რეალობაში ვაფშე არაფერი არ იცის. ის თუ სადღაცას მე ეს არაერთხელ ვთქვი, თუ ხუთკუნჭულაზე, თუ სიზმარაზე, თუ ნაცარქექიაზე ააგებთ მე ეს რაღაცა დაეყრდნობით და ეს არის თქვა საწყისი და იმიდან მე რაღაც კანონებს დაწერთ და ჩემი კანონები ესია, ის კანონები იქნება იმ ნაცარქექიასთვის და იმ სიზმარასთვის მართებული, თორე ვინც იტყვის რომ მაგარი ერთ ადგილზე მკედია, შენი სიზმარა და ნაცარქექია, დამთავრდა იქ ყველაფერი. აი მე გეუბნებით რომ მაგარი მკედია თქვენი ღმერთების წარმოდგენა, იმიტომ რომ არ არსებობს. ეგეთი როგორც რელიგიური, ანთროპომორფული ღმერთი ადამიანის მსგავსი, რაც ბიბლიაში იდიოტიზმი წერია, რომ თავის მსგავსად შექმნა, სისულელი, ადამიანი ევოლუციის ნაყოფი. ეს წინა გადაცემაში თავხსენდი, დედის საშოში ჩასახვიდან, როგორ პატარა მოლეკულიდან თუ ატომიდან იწყებს განვითარებას და მთლიანად ემბრიონოლოგიის სტადიაში გადის ყველა იმ
ცხოველის თუ ყოფადობის პერიოდს, რაც იმ 9 თვეში, რასაც დედის წიაღში გადის, პირდაპირ გვაჩვენებს, რომ ევოლუცია და რო იბადება ადამიანი, იმის მერე ჩვეულებრივი ევოლუციის პროცესია ეს ზრდა, ახალგაზრდობა, მერე სიბერე და მერე სიკვდილი. პირდაპირ ციკლებზე აქ საუბარი, დღე და ღამე, რასაც გვეუბნება, ჰოპა, წელიწადობით ყველაფერი ციკლურია. რა ევოლუცია არ არის, ევოლუცია ყველაფერი. და ვიღაცები გამომივარდნენ იქ რა თვითონ რო ვერ ბედავს დედამოწყნული საპატრიარქო რო ხმა მოიღო ჩემ წინააღმდეგ, იმიტომ რომ გავაფარჩაკებ, აი რასაც ქვია გავანადგურე. სულ აი ჩვენ პირში ურტყავ, იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს, იმიტომ რომ ცნობიერება არ აქვს. და ვიღაცა იმებს რო გელაპარაკებიან, რომ როგორ შეიძლება ადამიანებს რწმენა წაუშალო, რწმენა კი არ უნდა წაუშალო. პირიქით რწმენა უნდა მოგცეთ. რწმენა კი არა, ძიების ყურვილი უნდა მოგცეთ. ყველა რწმენის დედავატი, რწმენა ბრმა არის. ძიების ყურვილი. ვინა ვართ, სად ვართ, რატომ ვართ? აი ამდენს ლაპარაკობდნენ, რა ქვია, ოშო თქვათ, გურჯიევი, ბლავაცკაია, შტაინერი და ტიპებმა დავიჯერო ხო თან თვითმფრინავით ხშირად მოგზაურობდა ეს ოშოც და ისიც, რა ქვია, გურჯიევსაც, რავი, მოიარეს მთელი სოფლიო, გინენ ბლავაცკაიამ და როგორ დავიჯერო თვითმფრინავის სარკმელში ერთხელ არ გაიხედეს და ვერ დაინახეს, რომ დედამიწა ბრტყელია. არანაირი იზგიბ მოხრა არ არსებობს და რატომ კითხვა არ გაუჩნდა თავში, რომ ბიჭო, მოდი აბა ერთი ამ საკითხს როგორ პრეტენზია გაქვს რაღაცა გასხივოსნებაზე, სულიერ ცნობიერებაზე, რა სულიტო? თან ტიპი აგერ აი ამ წიგში ღმერთი რომელიც არასოდეს ყოფილა, ოშო, რა აგერ არის? მოიცადე? რას ამბობს? ჯერ შესავალ თავში, შესავალში პირველზე ოშო მკითხველს მოუწოდებს, ეს აგიკითხეთ ყველა, მაგრამ მოგვიწევს ყველაფრის დალაგება და ერთი ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას, გაითავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან, განთავისუფლდეს ვამბობს და თვითონ სტერეოტიპებში მოხდა, რომ მედიტაცია და რა, მედიტაცია არის გარკვეული მეთოდი შენი შინაგანი მხარის შეცნობის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ შინაგან მხარეს რო შეიცნო, შენ სამყარო შეიცენ. ტყუილია. შენ თუ იმას ვერ გააცნობიერებ, ჩაკეტილ სისტემაში ცხოვრობ, ესეც რო ჩაკეტილი სისტემა, ამასაც რო ვერ გააცნობიერებ, კოსმოსი და რაღაცებს ბლაყნობ, პატარა სისტემის ნაწილი ხდები რა. რომელიც ადამიანს აჯაჭვებს ხელს უშლის ცხოვრებისაგან მიიღოს სიამოვნება. მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი, ამბობს ოშო. მე მას ყველგან ვეძებდი და აი რა აღმოვაჩინე. ის არსად არ არის. მე ვეძებდი შიგნითა და გარეთაც, მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ღმერთი არ არის. ამას ამბობს გასხივოსნებული ადამიანი. ეს უბრალოდ კონსტატაცია ფაქტის, სიბრაზის, მტრობის გარეშე, რისი გაკეთება შემეძლია თუ ის არ არსებობს. მე არ ვარ დამნაშავე. მე უბრალოდ ციგნებიდან რომ მომყავს ციტატები, ეს ვიღაცებ აღიქვეს, ვიღაც დაბალი ინტელექტის ადამიანებმა რო ესო ის რა ქვია, თავის გამოცდილებით კი არ საუბრობსო, ციგნებიდან საუბრობსო და ამას გესაუბრებათ ადამიანი, რა თქვა, ჩემი გამოცდილებით არ გზავნა, შენ რა გონია, ციგნებში ამოვიკითხე ჩემი შვილის სიკვდილი? ჩემი შვილის გარდაცვალება შენ გონია ციგნებში ამოვიკითხე, გამოთაყვანებულო ვიღაცა ხარ. და მე ეს გადამაქვს ეს პროცესი. ვიღაცებს სულიერება რაღაცებზე მირეკავენ, მიმესიჯებენ რაღაც იქ ესეთი, აქ ასეთი. წარმოდგენა არა გაქვთ ვის ელაპარაკებით. არანაირი სულები, არანაირი ისინი ჩვენ არ არსებობს. არსებობენ ჩვენი შემქმნელები და ვარსებობთ ჩვენ როგორც ფერმაში საზოგადოება. ამას დაწერილი აქვს ჯორჯ ორუელს პირდაპირ წიგნი. ფერმა, ცხოველების ფერმა. ის ფანტასტიკური ჟანრისუა, ვითომ 1984 გაღწერილი აქვს, რაც არის მეზნე არაერთხელ მაქვს ნათქვამი რომ სიტყვები უამრავჯერ გადაკეთებულია ის რაღაც უთავბოლო ომი მაგას ხო ხედავთ ყველა რომ მიმდინარეობს რას ვერ აცნობიერებთ რას ვერ იგებთ რაღაცა დაღეჭილად უნდა მოგაწოდოთ მანდამაინ ინფორმაცია რაღაცა სულიერებაში რა სულიერებათო აგერ გურჯიევი გეუბნება მანქანა ხარ აგერ პოლბრეგი გეუბნება შენი სხეული მანქანა გაიწიო ცოტა აზე მოდითო ცოტა მოხვეტეთ აზრები და რაღაცა სული უკვდავი ეს სიკვდილში გალაპარაკებთ სიკვდილში დარბიხათ იმ მეებში რა ქვია ეკლესიებში და სინაგოგებში და ყველა რავი აშრამებში თუ საჯანდაბაში სულ ყველა სიკვდილში იქცევით ისე თორე იმიტომ კი არა რომ ესე ნუ ვიქნება და მე რაღაცა იყოს და აი მე ხო ლოცულობ ის ენერგია ნახდათ უკვდავია ის ვინც ვართ პროსტა ის რა სახით მე არ ვიცი ესეთი რაღაცები მე არ შემიძლია რომ ამაზე მტკიცებულება წარმოვადგინეთ ნუ მაგრამ ის თქმა რასაც პროგრამა სოკრატე ამბობს მე არ მჯერავს რომ იმ დროისათვის ესეთი ვიღაც არსებობდა ესეთი განათლება სოკრატე პირდაპირ ისო საკრატით შეამოკლე რასაც ამბობს ტიპი სიკვდილის წინ რომ
რო შეეკითხე რომ არ გეშინია ამ საღამოს საწამლავინად რა ის უნდა მეშინოდესო რის უნდა მეშინოდეს თუ მე აღარ ვიარსებებ იქ სიკვდილის შემდგომ აღარ იარსებებს ის ვისაც უნდა ეშინებოდეს და როგორ უნდა მეშინოდეს აღარ ვარსებობ ცნება აღარ არის ვინც უნდა აღიქვას ის შიში სიკვდილის შიში თუ გაუქრება და თუ იქით გავაგრძელებ არსებობასო არ მოკვდებიო რა აქ მოკვდებიო მაგრამ იქ თუ გავაგრძელებ ყოფილს კი არ მოკვდარვა რიმაში რა კიდე რაღაც უნდა მეშინოდეს და ეს გამოშტერებული ადამიანები კულტში ჩავარდნილი ხალხი ჩემთვის ყველა რელიგია სექტაა და ყველა მისი მიმდევარი როგორისაც გინა იყოს და ნეფსი თუ სექტანტია ჩვეულებრივი ამას შეურაცხყოფის მიზნით კი არ ვამბობ თქვენ რო ტვინებში აღგეძრათ ბოლო-ბოლო რომ სადა ხართ რატომ ხართ და ეხლა შევეცდები დღეს ყველაფერი უფრო დალაგებულად როცა ადამიანი იბადება მან რა იცის სად უნდა მოვიდეს რომელ რაღაცა სახელმწიფოები შექმნილი გასწავლიან აი შენ ქართველი ხარ შენ სომეხი ხარ შენ თათარი ხარ შენ ის ებრაელი ხარ შენ რუსი ხარ ის ყველა ეს ქვეყანა კარგია დანარჩენი ყველა შენი მტერია რა სისულელია თუ მე მოვედი აი აი ყველა თანატოლია ჩემთვის მაგარი ყლეზე მკიდია თქვენი საქართველო თქვენი სასომხეთი თქვენი ჩემთვის არის დედამიწა იმიტომაც თქვი ამ ჯგუფს დედამიწელები რა ფეხებზე მკიდია ახლა შენი ეროვნება და ნაცია რა ხარ შენ ახარ აჟიტირებული და რაღაც პატრიოტებს საყოლებული იმიტომ რომ შენი ინტელექტი და ცნობიერება ვერ განვითარდა იმ დონეზე რომ გაიგო რომ აქ ყველანი თანაბარი ვართ მაგის გამო მეც უნდა მოყვე შენ თამაში რახან შენ აყოლილი ხარ და მაგის გამო პასპორტი დამაჭერდინეს და თურმე გვერდზე ქვეყანაში გადასვლა როგიან საზღვარი რა საზღვარი უნდა გავიარო რის საზღვარი უნდა გავიარო ой ყანა შენ სახში ოთახიდან ოთახში რო გადადიხარ საზღვრები გააქვს ეს ხო ხელოვნურად არის მოგონი ეს ხო დაყოფის მიზეზ რელიგიებიც ეს სახელმწიფოებრივი კუთვნილება ეს რაღაც საკაიფო მექანიზმებია რომ გმართონ იმასაკნად გაკონტროლონ ზევითქვი და შენ ამის გაცნობიერება არ გინდა და რაღაცებს მილაპარ კანონი რა კანონი ყველა კანონი მოგონილი და დაწერილია ბუნებაში არსებობს დაუწერილი კანონები ბუნების კანონებს თუ ვინმე სადმე მაჩვენებს რომ დაწერილია ბუნებაში იმ ყოფიერებაში სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ის არის თვითონ ქმნილი თავის არაფერი არ წარმოიშობა არსად არასოდეს რო იტყვიან პროსტა და კოშკი ნიბუცა ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი შედეგობრივი ამბავი ვიღაცას თუ უნდა ახსნას რომ უი სულიერება და ღმერთი და ამას მიზეზი და შედეგი არ აქვს და უბრალოდ ყოფადო და სისულელია ეს არის მცდელობა რომ ღმერთი არის ფიქცია რომელიცაც მცდელობა ხდება აუხსნელის ახსნას ცდილობენ იმის გააზრება და იმის ძიებაში როცა დაიწყებს ადამიანი რომ მართლა ვინა ვართ აქ სადა ვართ რა შეუძლია ამ სხეულს რასაც პოლბრეგი ცდილობდა მაგრამ ქონდა თავისებური გადაცდომები იმიტომ რომ მარილის უარყოფდა მარილი კიდე ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ეს იმას არნიშნავს რომ რაღაც როცა ვიღაცის სწავლებაში რამე შეცდომას იპოვი და ფუ მოისროლო გადააგო არა თო გააუნჯობესე თო ეძი აი ეს სულ ყველა გასხივოსნებულები ვერცეთ ოშო 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ელენა ბლავაცკაია ტოჟე 58 თუ 59 გურჯიევი 72 თუ 77 წლის ვერ გაიგებს ზუსტად დაბადების თარიღში ცნობილება აქვს ის რა ქვია კრიშნამურტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანი მაგანი ცოცხლა და ბოლოს ეგეც სიმსივნით გარდაიცვალა ოფიციალური მონაცემებით ფარისებთა ჯირკვალის სიმსივნით 90 წლის ასაკში თუ ერთიც არ არის ისეთი რომ გაეტეხა ეს პროგრამულ წიგნში აი ბიბლიაში ჩაწერილი კოდი რომ 120 წელია შენი ეს პროგრამირების წიგნი ამით დაპროგრამდა ადამიანი რომ 120 წელი გავუშვი მე ერთი რომ დამანახა რომ აი მეცხვარი რო იყოს მწყემსი რო იყოს რომ ერთ 200 წელი იცოცხლა ტიპმა და ბალახს ჭამდა ის უფრო ცნობიერი იქნება ჩემთვის ვიდრე მთელი ამათი ბლა 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 განა ამას ამიტომ კი არ ვიძახი რომ ამის გამო წიგნები უამრავი შემეცნება აქვს მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ ეს ხალხი ჭეშმარიტად გასხივოსნებული იყო ჩემთვის ეს ხალხი არიან ატვოდი სისტემის შემოგდებული ტიპაჟები რომლებმაც ლიჟბი წყნარად იყო ვინ მედიტაციას გთავაზობს ვინ სხეულის შესწავლას გთავაზობს სალსალკე არა და აი თვითონ ოშოს რო მიყვე ოშოს სწავლებას რო მიყვე ამ ბიოსკაფანს რაშიც ხარო ორი მეხსიერება აქვს ერთი გონებრივიო და ერთი სხეულისო
და ტიპმა სხეული გადააგდო გვერდზე შიმშილობა საერთოდ უარყოფ და ესა ბუდა რავი აი მთელი ეს აღმოსავლეთის ისა რაც არის ვედური და ინდური სწავლებები შიმშილობას უარყოფს საერთოდ მახავირა და ისინი და ამ შიმშილობა არის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი სხეულის გაწმენდის რომელიც შენ თუ წარმოიდგინე აკვალანგისტი ხარ რა და შენიც რო აკვალანგისტი ხარ და გჭირდება სკაფანდრი წყლის სიღრმეში ჩასასვლელი და წარმოიდგინე ახლა ესენ წყლის სიღრმეში არიან ჩასულები აი დედამიწაზე ჩამოვიდნენ და იცის რომ ცუდი ისა აქვს რა ქვია სკაფანდრი და ამის გაუმჯობესებაზე არ აცდილებს და იმ წყალმა შემოაღწია და იხჩობა და რაღაცა სიძახის მე მეტიდაციით აი იქ გავალო რა ქვია საათ შეფეხებში გავალ ვის რა შენ მე იმ სამყაროს შემოწმება არ შემიძლია ხილვარში ან რომელმა ერთ რა ის კლინიკური სიკვდილი არა ჩემი ფეხი ეგრე სიზმარი მეც მინახავს კაცო ბავშვობაში ვინ რა უნდა დამაჯეროთ ვის რა უნდა დაუმტკიცოთ თქვენი მეზღაპრე კარგიც თქო რა ეს ყველაფერი არის თქვენი რა პროგრამებსაც ჩაგიდებენ თავში ისიც არ ვიცით კიდე ვინ რა და როგორ რატო არსებობს ძილი საერთოდ რატო არსებობს და არიან ძალიან პრიმიტიული არსებები რომლებიც არ იძინებენ და არც ბერდებიან იცი შენა ბუნებრივი სიკვდილით არ აკვდებიან თუ გინ მედუზები რო იცოდე და სუპრიმიტიული მოლუსკები კიდე ვაფშე არ იძინებენ და არც ბერდებიან არიან და არიან თუ რაღაც ამარ შეჭამა იქნება და იქნება თავის თავს აძლევს რეგენერაციას და რეგენერაცია ჩვენს უჯრედებშიდაც არის გაგეჭრება კანი გიხორცდება ბავშვობაში კბილს ამოიღებ ამოდის მე არის ხელოვნურად ესე იგი რაღაცა ჩარევა გაკეთებული და პროგრამა შეცვლილი რა ზვიგენს თუ ამოდის მთელი ცხოვრების მანძილზე რაც არ უნდა კბილი მოიტეხოს და რავი კიდე სხვა რაღაცებს არის რაღაცეები ესე იგი ეს ხელოვნური შეფერხებები ესე იგი რაღაც ობიექტი ხარ რაზეც დაკვირვება მიმდინარეობს შენ კი არა ხარ დამკვირვებელი და ასაკვირვებელი ობიექტი ხარ რაღაცაში გვიყენებენ ესე იგი იმის გააზრება რომ შენ არ ცხოვრობ რაღაც რა ქვია სფეროზე სადღაცას მიმქროლავი თან ღმერთიო ვიღაცები გელაპარაკებიან და თან აფეთქების თეორემას მიყვებიან რომელიც ევოლუციაზეა დაფუძნებული რომელში ხართ ერთ ჩამოყალიბდით სადა ხართ რომელ ერთ მხარესა ხართ ხალხო მე თქვენ ცნობიერების გაგვიძებისკენ ვამბობ ამას რომ ხვალზე სულ არ ვიყო ვიღაცა ერთმა მაინც ნუ ადრე თუ გვიან მაინც იპოვი გამოჩნდება ვიღაცა კაცო ვინც დაიწყებს ისე მე უბრალოდ მიგითითებთ რომ სხვა მხარესა ვარ წასასვლელი რა ეკლესიაში შეარული თუ არ მოგწყდათ რა იდიოტიზმია რაღაც ლოცვა ვედრებები რაღაცა პოსტების მიცემა რაღაც აღდგომა რა აღდგომა რა მეორედ მოსვლა რა მეასედ მოსვლა რავი რასაც გადახედავ ჯერ ეს ზღაპარია მთელი ოფიციალური ისტორია რასაც სულ მაგით აშინებენ ადამიანს მეორედ მოსვლა მეორედ არა მე-18-ედ მოსვლა იქნება კიდე როცა იქნება ის რომ ჰოპა და ესეთები ხდება რომ გშლიან ვერც გავიგებთ ისე წაგშლიან და რომც გავიგოთ რა ამერე სოკრატესი არ იყოს თუ სიკვდილის მერეც ვიცოცხლებ ესე იგი რისი უნდა მეშინოდეს და თუ არ ვიცოცხლებთ თუ არაფერი იქნება და სხეულიც არ იქნება და შეგრძნებაც არ იქნება რა არის საშიში მაშინ რატო ხართ ესე პამპერს ამოდებულები ხალხო ამ სიკვდილის წინ და მაგის შიშით ყველაფერს კადრულობთ აბსოლუტურად ყველაფერს დროაზე მოხვიდეთ რატო არსებობს ეს აეროპორტები შენი კომფორტული მგზავრობისთვის კი არა ეს არის კონტროლის მექანიზმი რომ ლიცენზია გქონდეს, აქ უნდა დაეშვა ის ისე, თორე იყო ისინი, რა ქვია, დირიჟაბლები და ვისაც უნდა და სადაც უნდა და მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, აი, წავიდა. იქ მერე უცებ მიხვდე რომ ეს ბიჭო ეს ხალხი რაღაც იქით გავა, რაღაც ინტერესის სფერო და აბა, რავი, დაწყვეტა აქვთ რამე პატარა მიწის ნაგლეჯის გულისთვის ერთი ამბავია და ანტარქტიდის ისაო, რა ქვია, სოფლიოს ყველა ძერჟავა იცავს, ყველა არ ჯარი დგას იქ. რისთვის რა არ მომობენ ერთმანეთში არაფერი ესე იგი ჩვენგან იცავენ და ვის იცავენ ხო უნდა იკითხო ესე იქით ხდება იქ გასასვლელია რაღაც არც ერთი გასხივოსნებული რო კითხვა ეს ბოლოდროინდელი ეს ძალიან ცნობიერები რა გასხივოსნებული წყალებში რო ოშო რავი ბლავაცკაია რუდოლფ შტაინერი ეს მთელი ეს მასონები რავი ვინც იყვნენ სულ ყველა რავი კაცშვილი კითხვას არ ასვავს რომ ყოველ შემთხვევაში ეს საჯაროთ რომ რა ისა რა ქვია სფერო და მივქრივართ და თან ღმერთს გიხსენები და თან ევოლუციის თეორიით გელაპარაკებიან აფეთქების თეორიაზე
სფერო მაგ ცნებიდან არის წამოსული. როდის მოხვალთ საიმში და ამებს გააცნობიერებთ თო? აი ვითომ ისიც აქცავთ, ისიც აქცავთ და სინამდვილეში არც არაფერი არ აქცავთ, просто კომფორტის ზონას ეძებთ ადამიანებს, მე მაგისკენ მიგითითებ და ვიღაცები ცდილობენ, ვითომ თავის ჭკუაში მე მასწავლო, მე რა უნდა მასწავლო შენ? მთელი კაცობრიობა რო ერთად დაждეთ. ვერაფერში ვერ გამონახავთ თემას, სადაც შეგეძლება დამიждეთ და მელაპარაკოთ და თქვენ ხარეს სიმართლე იქნება. მაგიტო კი არ ვამბობ, რომ სიმართლის ხარეს ქონას კი არა გაქვთ იმის ცნობიერება და გააზრება, რომ სინა მაგარ შარში ვართ, რომ მაგრად გვიყენებენ. რომ ამ სამყაროს რეალურად ყავს ვიღაცა შემქმნელები, რომ ისინი მუდმივ მეთვალყურეობას გვიწევენ ჩვენ და გვიყენებენ როგორც ადამიანი იყენებს ფერმაში, თავის ფერმაში რაღაც რავი საქონელი ყავს თუ მცენარეებს დის თუ რაღაცა, ისე გვიყენებენ ჩვენ. როგორც ჭიანჭველები შეგიძლია მართო და ფუტკრები თუ რავი მე ყველაფერი მართო, ისე ვართ იმათვის ჩვენ და ისე გვმართავენ ჩვენ და გვიდგენენ ათასნაირ სულელურ კანონებს, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ არის მომართული. ჩვენ დაყოფისავე მიზნით. პირდაპირ წერია რომ წაგიკითხავთ ახლა ამ წიგში ის რა ქვია რახან ესე ცალცალკე არ ესმის ტიპებს და მე ვიღაცა შემოვარდება და რაღაცას ცდილობს რომ რაღაცა იმას იქნას. აი აქ პირდაპირ წერია ადამიანის ოკულტური ანატომია. როზენკროიცერი ტიპი, რომელიც უმაღლესი რანგის მასონი იყო, უზარმაზარ ინფორმაციას პირდაპირ გეუბნება რომ ყველა რელიგია არის ადამიანის სხეულის იმაზე აგებული. აგერ, მოიცადე? ძველი სამყაროს ყველა მოძღვარი ანატომი იყო. ისინი აღიარებდნენ რომ ბუნების ყველა ფუნქცია მცირე ფორმით ადამიანის სხეულში ასახული. ამიტომ ადამიანის სხეულს სახელმძღვანელოდ იყენებდნენ. თავის მოსწავლეებს კი ასწავლიდნენ რომ ადამიანის შეცნობა სამყაროს შეცნობის ტოლფასი იყო. როგორ არის სამყაროს შეცნობის ტოლფასი? შენ ჩაკეტილი მასში ცხოვრობ. ეს ჩაკეტილი სისტემა. პირდაპირ გეუბნება მინიშნებას რომ როგორც შენი სხეულია ჩაკეტილი სისტემა, აი ამ სამყაროსთვის, ისია თვითონ ეს ადგილი დედამიწა ჩაკეტილი სისტემა იმისთვის, რასაც სამყაროს ცნებით მოაქვს. ამ ბრძენკაცებს ჯეროდათ რომ ზეცაში ყოველი ვარსკვლავი, მიწის ყოველი ელემენტი და ბუნების ყველა ფუნქცია წარმოდგენილია ადამიანის სხეულში შესაბამისი ცენტრის პოლუსის თუ ქმედების სახით. დიტოქში რა ეს ჯვარცმა ახსნილი მაქვს რომ ეს არის ადამიანი თვითონ არანაირი ქრისტე ვიღაცა იცო იესო არა შიმბალა კიდე იმას როგორ ჯვარცმა რაც არის ახსნილი ეს არის შენი სხეული გაშარე ხელები და თვითონ ახარ ჯვარი. აი მას სულ ემს გასულიერა ეს არის ჯვარცმა. და დადივათ რაღაცა გაშტერებულები რაღაც იესო წარმოედგინე ტიპი რომელიც გეუბნება რომ მე ვარ ღმერთის შვილი, იმ დონეზე იდიოტურ როლს თამაშობს, რომ იმაში რა ქვია გიენების ხროვაში მიდის და იმათ განათლებას ცდილობს. რა შეიცვალა რა როგორი გიენებიც იყვნენ, რაც იმ მაგათ სწავლებაში 2000 წლის წინ იყო ებრაელები, იმაზე უარესი გიენები არიან ახლა. კიდე უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული ნაბიჯურები. როს იმენა სხვა ადამიანების ხოცვა ჟლეტვა და რაღაცა დაჩმორება დამცირება სიამოვნებთ. აი ირანის პრეზიდენტმა მაგარი პასუხი გასცა. ჟურნალისტი ეკითხება რომ ისო რა ქვია თქვენ არ ცნობთო ჰოლოკოსტსო და აიო სურათს აჩვენებს აი ესენი რა არისო მეორე მსოფლიო ომის დროს დახოცილი ისინიო გვამები რო აწყევდა. კი მაგრამ მაგაცეო რატო ამახვილებ ყურადღებას ირანის პრეზიდენტმა უთხრა. 60 მილიონი ადამიანი დაიღუპა ოფიციალური ცნობებით 40-დან 60 მილიონამდე ადამიანი დაიღუპაო და რატო მე ყველა ადამიანი მეწოდებაო და რატო გაქვთ თქვენ აქცენტი იმას და ყველაზე დიდი მოგება მეორე მსოფლიო ომიდან იმენა მაგებრაელებმა ნახეს. ჯერ ერთი მათი იყო ის მთელი ფულადი რესურსები, როკფელერები, როჩილდები თუ ვინც არიან, ამშელები თუ მორგანები თუ ბარუხები თუ დიუპონები თუ რავიმე, რომანოვები თუ ბაგრატიონები თუ ჯანდაბები, სულ რომ ისინი არიან ებრაელები. ორივე სულ ყველა მხარეს ეგენია ფინანსებდნენ. ჰიტლერსაც, სტალინსაც, იმასაც, ამასაც თავარი ფული კეთდებოდა და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინებს ხოცავდნენ და დაბალი პეხოტის რაღაც გარკვეული ნაწილი თავისივე ხალხის შეახოცეზე და სამაგეროდ სახელმწიფოს უფლება დაიწყეს. ეს იგივე რაც იგნება რომ თქვან რო აი ეს ჩემი სახელმწიფოა. სადღაცას ხელი დაადო. და იქით ყველას ეპოტინებიან აგერ პალესტინაში ამოხოცეს ხალხი, ჯერ თეთრი დროშებით შევიდნენ რომ ჩვენო ის მიგვიღეთო, აი საწყალობლად მიგვიღეთო სტალინის დახმარებით. მერე გაყარეს ისაცუდავები იქიდან. ეხლა ვაფშე იქით ხან ლიბანს გადაწყვდნენ, ხან იმას გადაწყვდნენ, ხან ამას გადმოწყვდნენ, ეხლა იქ ირანს გადაწყვდნენ და ვაფშე მე გეუბნებით რომ ეს საზღვრები რო არ იყოს საბრძოლი არ იქნება არავის.
რა ეს იდიოტიზმის თურმე რაღაც პატრიოტული იმების გაგვიძება რომ ქართველი მაგრაც ეკოს რაც ეკოს ეს სულ ერთ საუკუნის წინ ჩაგიდეს twin story რაც ეკვა რა ჩოხა ახალუხი წარმოდგენა არა გაქვს რა ეროვნული ტანსაცმელი ვაფშე არაცმე ეგეთი არავის შენ წინაპარში ელე მადამი პაპაშეს თუ ეცვა ეგ არ ვიცი თორე იმის კი არავინ არ იცოდეს რა ჩოხა ახალუხი არა რა გილზები ჩატენილი კაბა ჩვეულებრივ ეგეც არის რომ ჩოხა კაბა ქალის ტანსაცმელიდან არის აღებული. Просто მაგრა გვეკაიფებია თო. ძალიან მაგრა გვეკაიფებია. ეს განა ეს სახელმწიფოს მეთაურები კი არა, ესენი არავინ არ არიან პაცდავნოი ტიპები არიან პეშკები რომლებსაც დაარბენინებენ ზევით ქვე. აი შეხედეთ იმ ხელა ქვეყნის პრეზიდენტის ტრამპი, რომელსაც просто საშკაროზე რო გამოვიდა ის ეპშტაინის ფაილები და სასწრაფოდ ომები და რავი რა აღარ დაიწყო ტიპმა ყველაფერს აკეთებს იმის გულისთვის რომ ის აღარ იყოს ისეთი აქტუალური ის თემა და 92 მილიონიან ქვეყანაზე ამბობს რომ დილამდე ვერ გაატანებ გუშინ ეგრე ამბობ აი ეს ხო შიზოფრენიკული რაღაცა არის და ადამიანებს ზიან და რაღაცას იმას გელაპარაკ ღმერთი რა ღმერთი თუ რა რწმენა რა რელიგია რა სახელმწიფოება საათ ახარ ვერ ხვდები ვაფშე რა თამაში ხარ ჩაბმული რომ აი ესე გვათამაშებენ როგორც უნდა ამ სცენარებით რომ ეს რამდენჯერ უნდა გავიმეორო რომ დაფლული შენობები ყველა 150-200 წელს ზევით ეს ისტორიაში წვეტები იმაზე მიუთითებს რომ პერიოდულად როცა უნდა წაშლიან წამოშლიან ხელთავიდან წავიდა ბუნკერებიც აქვთ და გემებიც ყავთ და ყველაფერი რომ თვითონ თავი შეაფარონ და გავიდნენ ფონს რაღაც გარკვეული რაოდენობით და მე ხელთავიდან იწყება ახალი პროცესი პირდაპირ ნახეთ მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის დასაწყისში რამდენი ისინია რა ქვია სახლები სადაც ბავშვებს პირდაპირ რო იტყვენ ინკუბატორებში ზდიდნენ ვინ იყვნენ საიდან იყო რამდენი უმშობლებო ბავშვები როცა ის რა ქვია მრუშობა ითვლებოდა სასწაულ დანაშაულად ქალი სამსახურს ვერ მიიღებდა და თვითონ ჰიტლერის ისიც რა ქვია ბებიაც მრუში ქალი იყო ეგეთი ეგრე არის ჩასახული ეგეც ებრაელები იმისგან ეგრე არის სტალინის ჩასახული რა თქვენ რაღაც ელემენტარულ რაღაც ციგნის მე ამ ციგნებს იმიტომ ვკითხულობ რომ მეტი და მეტი ინფორმაცია მოვიძიო და ამ ინფორმაციაში მათივე შაუსაბამობები ვნახოთ თორე იმიტომ კი არა თუმე აქედან ესო ციგნებით გველაპარაკებო ციგნებით გელაპარაკებ იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული ადამიანების გამოცდილებები რომლებიც წარჩინებულად აყავს სისტემას გამოყვანილ და გეუბნები რომ მაგარი ჩომბეები იყვნენ სულ ყველა სუზარმაზარი შეცდომებია ვინ სულიერებაში წავიდა მატერია უარყო ვინც მატერიაში წავიდა სულიერება უარყო და ამ დროს სინამდვილეში ორივე ერთად არსებობს სულს არ შეუძლია მატერიის გარეშე ყოფნა და მატერიას კიდე სულის გარეშე ყოფნა ენერგიის გარეშე ყოფნა არ შეუძლია ეს დაყოფებია შეგნებულად რომ ადამიანი თუ მედიტაციას დაიწყებს ესე იგი ღმერთი უნდა უარყო მედიტაციით ღმერთთან ვერ მიხვარ არ არის და იმიტომ აგერ არის ჩანაწერი თქვენ წინააღმდეგი ხართ ღმერთის და იესოსი ეკითხებიან მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი მე მას ყველგან ვეძებდი და აი რა აღმოვაჩინე ის არსად არ არის მე ვეძებდი შიგნით და გარეთ მე ამას მილიონობით მიმდევარი ყავდა კაცო და დღეს კიდე ქვეყანა ყავს მე ვაკეთებდი ყველაფერს რაც შემეძლო ღმერთი არ არის ეს უბრალო ფაქტის კონსტატაციაა ბრაზის პრობის გარე არ შეიძლება გავაკეთოთ შემიძლია გავაკეთოთ თუ ის რა შემიძლია გავაკეთოთ თუ ის არ არის მაგრამ ადამიანურ გონებას უკიდურესობა სჭირდება ამის გაგება აუცილებელია და თვითონ ექმნის მეორე ღმერთს მედიტაციურ ღმერთს რატომ საჭიროებს ადამიანის გონება უკიდურესობას თქვენ უნდა იყოთ ან თეისტი ან ათეისტი მეტი გზა არ არის განამაძიებელი უნდა იყო ან თეისტი უნდა იყო ან ათეისტი თქვენ ან თანახმა უნდა იყოთ ან წინააღმდეგი ტვინს არ შეუძლია მესამე შესაძლებლობების დაშვება მიზეზი უბრალოა მესამე შესაძლებლობა ტვინის სიკვდილი იქნება გონება უკიდურესობაში ცხოვრობს ის ამით იკვებება აი პირდაპირ ასაბობს ეხლა თქვენ რო გონიათ რაღაცა ის ებრაელმა გარკვეულმა ჯგუფმა ის რა ქვია კარლ მარქსმა ენგელსმა და იმათმა რაღაცა აღმოაჩინეს ლენინმა და ეხლა წაგიკითხავთ რა აღმოაჩინეს 5000 წლის წინანდელი რელიგია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ადამიანი იყო მაჰარაში რამანი ის უბრალო გაუნათლებელი ადამიანი გახდათ მოიცადე ხო სწორად ვკითხულობ მოიცადე არ ვიცი ჩარვაკა იყო ესეთი რაღაც რელიგია და იმაზე ვეძებ ეხლა ხო აი სხვა
ინდუეთში ოდესღაც არსებობდა ერთი ძალიან ძველი ფილოსოფიური სწავლება ჩარვაკა ამ სწავლების თანახმად ჩარვაკა და სინამდვილეში ამ სწავლებას ჩარვაკიო თუ რაღაცა ერქვა ჩარვაკა ღეჭვა ესე ითარგმნება სანსკრიტულიდან ნიშნავს რომ რაღაცას ღეჭავ ჭამას მიდან გამომდინარე და ჩარვაკი ნიშნავს ტკბილ სიტყვას რა და სინამდვილეში ტკბილი სიტყვა უფრო და ეხლა წაგიკითხავთ რა ამ სწავლების თანახმად არ არსებობს არც ღმერთი, არც სამოთხე, არც დასჯა ცუდი საქციელისთვის, არც ჯიდო კარგი საქმეებისთვის. ათასობით ადამიანს ჯეროდა ამის. ეს სრულიად ნეგატიური სწავლებაა, მაგრამ ძალიან კომფორტული. შეიძლება ქურდობა, მოკლა, ყველაფრის კეთება, რაც გნებავთ სიკვდილის შემდეგ არ არის სიცოცხლე. დასავლეთი ძალიან ჩამორჩება აღმოსავლეთს. განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რაც შეეხება რელიგიას, ფილოსოფიას და კულტურას. ჩარვაკას იდეოლოგია 5000 წლისაა. კარლ მარქსმა კი მე-19 საუკუნეში თქვა რომ ღმერთი არ არსებობს. თუმცა ხალხს ეგონა რომ რაღაც ახალი არაფერი ახალი არ აღმოუჩინა. ჩარვაკას მეთოდი პადგა და გადმოიტანა. მან არაფერი იცოდა ჩარვაკაზე და ფიქრობდა რომ უდიდესი რამ აღმოაჩინა. ისემც რა უთხარ, ძალიან კარგად იცოდა. ჩარვაკას მიმდევრები 5000 წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ ამაზე, მაგრამ არც კი ეცადნენ რომ ის შეემოწმებინათ. ადამიანს რომელმაც შექმნა ეს სწავლება ბრიხასპათს ეძახდნენ. ის ალბათ იყო ქარიზმატული პიროვნება. მან ადამიანები დაარწმუნა რომ შეუძლიათ ყველაფრის კეთება, იმიტომ რომ ყველაფერი დაიღუპება. ქურდი, წყვლელი და წმინდანიც. მტვერი მტრად იქცევა, სიკვდილის შემდეგ არავინ დარჩება. გაქრება წმინდანიც და ცოდვილიც. ასე რომ არ ღირს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე წუხილი. ის არ არსებობს. ეს არ არის ძიების შედეგი, რადგან ჩარვაკას მიმდევრები და მათი ოსტატი ბრიხასპათი არასოდეს ყოფილა სიკვდილის იქთარს ნაპირზე და ვინმე იყორო ხო ყველაფერი ილუზია რაც იცით იმ თქვენ წმინდანებზე და ბლაბლაბა მაშინ რის საფუძველზე ამტკიცებენ რომ სიკვდილის შემდეგ არაფერია არავინ არასოდეს ყოფილა სიკვდილის სამეფოში და არავის შეუმოწმებია მაგრამ ამის დაჯერება იოლია ასევე ის არის შტაინერი რო ყვება ის იმის ქრონიკები აკაშის ქრონიკები გინდა არ გინდა დამიჯერეო გეუნე ვარ წმენი თუ იმას მაიტა სად არის აბა მეც მასწავლოს ეგრე თუ იკითხებ ჩემ ფეხები არაო გეუნეო ნებისმიერი მედიტაცია ნიშნავს რომ ილუზიაში უნდა ჩავარდე ექსტაზში უნდა ჩავარდე მაგას ხო ნარკოტიკის საშუალებითაც აკეთებს ადამიანი ვის რა ელანდება მერე ვის ლამაზი ქალები ვის კაი საჭმელი ვინ ისედაც სუკაი ფშია ესე რო ვთქვა მედიტაციაც ეგ არის მეტი კი არაფერი არ არის просто ფილოსოფიური მიმდინარეობა და თვითონ ეს ის ოშოც ფილოსოფოსი იყო ტიპი ფილოსოფოსის პროფესორი იყო ფილოსოფიის პროფესორი იყო ტიპი ენას ხმარობდა კაშინივით უნდა ტრაქს მოიწმენდა და ქონდა ცოდნები და კარგად ლამაზად აღწევდა თავს რავი ართმევდა თავს ბევრ კითხვებზე რო პასუხი გასდა ამის თანამედროვე იყო პოლ ბრეგი აი ეს კაცი ამის თანამედროვე იყო აი პოლ ბრეგი რომელიც სხეულზე წერს რომ შიმშილობა ესა სხვადასხვა მეთოდები რომ სიცოცხლე გავიხანგრძლივო და ტიპი არ აღიარებდა 58 წლის ასაკში დაიბრიდა კიდევაც ოშო გულის უკმარის ისო აბა რომელ გასხივოსნებაზე მელაპარაკებ იესოზე გითხარით რომელი ღვთისმშობლობაზეა საუბარი იმენა მივიდა და ძუკნა ხროვაში შევარდა და მე ვეხლა თქვენ რომ კეთილშობილები უნდა გაგხადოთ რითი გახდნენ ებრაელები კეთილშობილები რა დედამოწყვილებიც იყვნენ იმის კუბში არიან თუ რავი 100000 ხარისხში არიან კუბში დედამოწყვილები მანამდე თუ ლოკალურად დაწუხებდნენ გარშემოყოფებს თელ სოფლიოს აწუხებენ ყველა ერთს აწუხებენ ყველას შეუძურენ შიგნიდან და გარედან რაღაც რავი რა სისტემები არ დანერგეს ფინანსური სისტემები თუ რავი დალადობრივი სისტემები ამ ხელა ქვეყანას ამერიკა ებრაელების სავასალო ქვეყანა პირდაპირ ყველა ხელისუფლება ებრაელების მითითებით ებრაელებს რა ჩვეულებრივ ხალხზე კი არ ვსაუბრო ის გარკვეული ჯგუფი რავი მართავს თავის ჭკუაზე რა ესენი რო დარბიან რა რავი აბა რაზე გინდათ რომ გელაპარაკოთ თუ რასაც ბიბლია ეგ ლაპარაკობს შემოქმედება ისა დაბადების თავში ნუ რავი თუ წამს რატო ისი არ აღწამს რომ მოდი მაშინ ეხლა წავიკითხოთ და დაბადების 26-ე იმას ვკითხულობ აბზაც თქვა ღმერთმა გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად ჩვენს მსგავსებად ეპატრონოს ზღვაში თევზს ცაში ფრინველს პირუც ღვთელ დედამიწას და ყველა ქვემძროს რაც კი მიწაზე დახოხავს შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად შექმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი რატო არ აკითხულობ რომ ორჯერ წერია ამ ბიბლიაში ამ წიგნში ადამიანის შექმნა ერთხელ წერია რომ შექმნა დედაკაცად და შექმნა მამაკაცად შექმნა თავის შექმნა ისინი და მეორედ წერია ეს კიდე იმაში რა ქვია მეორე თავში
ცალკე წერია კიდე რომ სული ჩაბერა და რაღაცა სირობები რატო დაჭირდავთ ეს ესე გადაკეთებებზე კი არ არის მარტო საუბარი ის ვერ მორიგდნენ სხვანაირად ვერ დაждდნენ თავიანთი ამ ციგნის რაზეც არის ეს ციგნი დაწერილი აი ეს ენოქის ციგნი ესაც ეს არაკანონიკურიაო იმიტომ რომ აქ ისეთ რაღაცებს ამოგიკითხა რომ პირდაპირ წერია რომ სამყარო როგორ არის აწყობილი თვარე საიდან გამოდის მზე საიდან გამოდის ვარსკვლავები საიდან გამოდის რომ პირდაპირ ამის კარიბჭეები არსებობს ფანჯრები არსებობს ქარი როგორ საიდან აქრის როგორი ტექნოლოგიური პროცესია წვიმა როგორ მოდის და ესეც მე გადაყვანილია ღმერთი რა ღმერთითო ეხლა ჭიანჭველისთვის შენ ღმერთი ხარ მაგრამ ხარ ღმერთი და კარგად წერია ეხლა ამ იმაში დაბადების შემდეგ იზგავ შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად შექმნა იგი მამაკაცსა და დედაკაცად შექმნა ისინი აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა 22-ვე თავში წერია ინაყოფიერე და იმრავლეთ ავსეთ დედამიწა დაეუფლეთ მას ეპატრონეთ ზღვაში თევზს ცაში ფრინველს ყოველს რაც კი დედამიწაზე დახუხავს და თქვა ღმერთმა აჰა მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი ეს ადრეც წავიკითხე თესლის მთვესველი რაც კი დედამიწის ზედაპირზია და ყოველი ნაყოფიერი ხე თესლის მთვესველი ეს იყოს თქვენი საზრდო რატო ჭამთ ხორცს გეკითხებით ბიჭო თუ ძველი აღთქმას ემიჯნება ბიბლიაში რატოა ორივე წიგნი ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა თანო ძველი აღთქმა იუდეველებისთვის უფრო არის იუდეველებიც კარგად შეექცევიან ხორცს თევზს მაშინ რომელში ხარ ის იგივე საკითხია რომ თან ღმერთის აქცამთ და თან დედამიწა სფეროა ომიქრისო კოსმოსიო ეს ხო სისულელია აქ პირდაპირ ამ წიგში უამრავჯერ არის აღწერილი რომ დედამიწა არის ხელოვნური ობიექტი თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა მიწა იყო უსახო და უბედური ეს აი ამ წიგში აი პალმერ ჰოლის ადამიანის ოკულტური ანატომია აღწერილია რომ ეს არის ჩასახვის პროცესი ბავშვი რო ისახება დედის წიაღში თქვა ღმერთმა იყოს ნათელი და იქმნა ნათელი როგორ უნდა იყოს ნათელი მზე არ არის ჯერ როგორ უნდა იყოს ნათელი დოსტოევსკის იმაში პატარა ბავშვმა რო ეკითხა და მოძღვარმა რო კაცარი გაადინა ეს მომენტია დაინახა ღმერთმა რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი რანაირ ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე უკვე დღე და ღამე არსებობდა ზედამთვარე არ არის ჯერ მზე არ არის თორე თვარის დედაც მოთხრა თქვა ღმერთმა იყოს წყალთა შორის და მყარი გაჰყაროს წყლები პირდაპირ წერია რომ მყარიო და გაჰყაროსო წყლები გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისაგან წყალი რომელიც არის მყარს ქვემოთ და წყალი რომელიც არის მყარს ზემოთ აქ ხმელეთზე კი არ არის საუბარი მყარი რომელიც არის წყალს ზემოთ და მყარი რომელიც არის წყალს ქვემოთ რო რაღაც პატარა უჯრედი ხარ რაღაც ჰაერის ბალონჩიკი წყალში რო დაცურავს რა მე თქვენი რელიგია ამბობს რომ ქრისტიანობა დადიხართ ვიღაც დედამოწყვილ მამაუებთან და გეუბნებო რომ ცხოველის მოკლის უფლება გაქვს იმიტომ რომ არასულიერია ეხლა წაგიკითხავ 30.000 იმაში მიწის ყველა მხედს ცის ყველა ფრინველს ყველა ქვემძრომს რასაც კი სიცოცხლის სული უდგას პირდაპირ წერია წვალი ბალახი ხონდა საჭმელად და იქნა ასე ანუ ყველაფერი სულიერია იმათაც ბალახი უნდა ეჭამოთ მაგრამ რომელი ჭამს ბალახს ძროხის მეტი ვეგეტარიანელია თავგამოდებით მაგრამ ის ბერდება და კვდება იმდენი შეუსაბამობა გაგვაქვს რავი ბიბლია მე არ ამგონია რავი ვინმე საერთოდ წაკითხული ქონდა ცნობიერად თორე ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ტუალეტში რო შედიხარ ცნობიერად შეხვალ შეუცნობლად ბუხ უნდა დაიძახო და ქაღალდი ქონდეს თორე ქაღალდად ხმარობთ ამასაც თორე ცნობიერები წაკითხე მედიტაციაში რო გონია კიდე ბევრთან მედიტაციის წარმოდგენა არა გაქვს რა არის წარმოდგენა არა გაქვს რა მედიტაციაში ხარ არა სამშიგძელი გეუნები ადამიანის კაცობრიობის არსებობაში თითზე ჩამოსათვლელად რამოდენიმე ადამიანმა შეიძლება მიაღწია მედიტაციას პირველი იყო ბუდა საუთხი გაუტანა და ისიც დარჩა გაუცნობიერებელი კიდე მედიტაციაში ყოფნა არ ნიშნავს გასხივოსნებას და გასხივოსნება კიდე თავის არსით სიტყვა რას გეუბნება რომ ნათელი ჭირდება და ის ვინც გაცნობიერდა იმას ნათელი არ ჭირდება ის ბნელშიც კარგად არის და სინათლეშიც კარგად არის თვითონ არის ნაკადში ეს იმხელა შეუსაბამებია რავი რა გითხრათ რატო არა ფიქრობთ იმაზე რომ ის რა ქვია ავსტრალია თვითონ სიტყვა რას ამბობს ავსტრალია რატო არის რავი ათასობით მილი კილომეტრები რაღაც ზაბორები და რაღაცები და ოფიციალური ვერსია გეუბნება რომ ყურდღლებისგან დასაცავად მთელ ავსტრალიის კონტინენტზე ოფიციალურად დახედეთ შიგნით სულის არის უდაბნოა
თუ უდაბნო კურდღელს რა უნდა იქ და ადამიანები ცხოვრობენ მარტო გარშემო ეს შემოწერილობაზე რა ძალიან მწირი რაოდენობით უზარმაზარი ეს არის კონტინენტი ავსტრალია ესე იგი რაღაცა ხდება არის ესეთი ცნობები რომ სინამდვილეში სულ სხვა ფორმა აქვს და ანტარქტიდაზე არის გადასასვლელი ანტარქტიდაზე გადასასვლელი კი არის იმ მიწებზე გასასვლელი სადაც სხვა სამყაროში გადადიხარ იმ სამყაროში რომლიდანაც ჩვენ გვმართავენ სავარაუდოდ კომპასი აიღე ხელში და მას ის არის რაც აქვს მისი ერთადერთი დანიშნულება ჩრდილოეთისკენ მიუთითებს ჩრდილოეთი კი არ არის სინამდვილეში ეს არქტიკა ცენტრია დედამიწის ერთი პოლუსი აქვს დედამიწის ამას რომ ვერ გააცნო გურჯიევი კი არა დამე კიდე ვინც გინა იყავი და მაგარი ოშო კი არა ვინც გინა იყავი და გინა იესო იყავი და გინა ბუდა იყავი ვინც გინა იყავი ამას რომ ვერაცნობიერებ რომ შენი სამყარო შენი წყობა სადაც ახარ შენი სახლის წყობა არის ცი რა გაცნობი გასხივოსნებაზე მელაპარაკებდო რა ღმერთზე ღმერთი არა სამში გძებდო ეხლა გადავიდეთ აქ მეთვალყურები ნახოთ აბა რომელიც 39 გვერდზია გონი ხო მეთვალყურეთა წიგნი ენოქის წიგნიდან ამოვიკითხოთ ენოქის კურთხევით სიტყვები რომელთაც მან დალოცა რჩეულები და მართალნი რომელიც იქნებიან უბედურების დღეს როდესაც ყველა ბოროტი და უღირსი განდევნილი იქნება უპასუხა ენოქმა და თქვა მართალმა კაცმა რომელსაც აუხილა თვალები ღმერთმა რომ მას ზეცასი ჭმინდა ხილვა ქონოდა ისმე ანგელოზებმა მანახეს და მათგან გავიგე ყველაფერი და შევიცან ის რაც ვნახე მაგრამ არა ამ თაობისთვისო არამედ მომავალი შორეული თაობებისთვისო რჩეულთა შესახებ ვესაუბრე წმინდასა და დიდს სამყაროს ღმერთს რომელიც გამოვა თავისი საცხოვრებლიდან და იქიდან ამოვა სინას მთაზე და ის გამოჩნდება თავის ლაშქართან ერთად და ზეციდან გამოჩნდება თავისი დიდებული ძალით და შეეშინდა ყველას და მეთვალყურენი ცველები ანგელოზები აქ და შეეშინდა ყველას და მეთვალყურენი შეძწუნდებიან და დიდი შიში და ძოლა შეიპყრობთ მათ დედამიწის კიდეებამდე ეს ანგელოზები არიან მეთვალყურეთა რასა უდლები კიდე ის რა ქვია უდლები მე ღმერთები კიდე იმაზე უფრო ზევითა რასა ესე რომ ვთქვა როგორც ბერძნები ნაბიჯვარი ელინელები რომ მოეთრენ როგორც ისტორიაში წერია აიეტის სამეფოში და ის რა ქვია დრაკონის კბილები დათესაო აიეტმა დაათესინაო და ისო იმის მქვეველი ხარები იყვნენ ორთქლის მქვეველი ხარები იყვნენ ტრაქტორები ყავდა უკვე მაგრამ არის ცოტა იმისთვის წარმოდგენაში იყო ეხლა ელინელებისთვის რომ ოდისეაში რაც არის აღწერილი რომ მარტო ხარით შეიძლება დახნა მიწა ცხენიც არ იცოდნენ რა იყო დაინახა რომ ტრაქტორ რაღაც რკინის რაღაცა ხნავს და ვაი გაგიჟდათო ამის просто პარალელები უნდა გავავლო ცნობიერებით უნდა გავავლო და მიხვდები რამხელებლებში ვცხოვრობ და ეს გრძელდება და შენ რო გონია თავი რომ მაგარი ტიპი ხარ მაგარი გოიმი ხარ გეუნები მე მაინც ვიცი რომ გოიმი ვარ და შენ ეგეც არიცი მაგარი პრაფანულად გვატარებენ просто მე იმიტომ ვარ გოიმი რო არა მაქვს საშუალება მეც გავქანდე თუ ეს გავერკვი გავეცნობიერი ყველაფერში თუ რა გავაკეთო ხლა ანტარქტიდაზე გამიშვებს მე რა ფული მაქვს ფინანსები მაქვს თუ რა მამიტყლავენ კარგის ტრაქს დამაწებებენ მაგრამ ადამიანები თუ გაერთიანდებიან და ერთიანად დაიწყებენ წინააღმდეგობას ნაკლები შესყიდვები ნაკლები ის რა ქვია ბევრად მეტი გაცნობიერებული მოქმედებები ამდენი სიხარბით მოხმარე აღდგომა მოვიდა და დავაი კიტ საყიდულობ 30 ლარ შიგარა გა გეკითხები ხო შეიყრის ერთ ადგილას მე ფასად იმის ეხლა წავიკითხოთ ისა რა ქვია ასტრონომიული წიგნიდან 98 გვერდზე და ნახოთ ერთი რას გვიწერს აქა ესეც წაკითხული მაქვს ადრე აგერ არის ასტრონომიული წიგნიდან ეს წიგნი ცის მნათობთა ბრუნვის შესახებ თუ როგორ მოძრაობს თითეული მათგანი მათი კლასების მიხედვით მათი წესის მიხედვით და მათი დროების მიხედვით მათი სხეულების და ბლა ბლა და აი მნათობთა პირველი კანონი მზე ამოდის
ცის აღმოსავლეთ კარიბჭეში და ჩადის ზეცის დასავლეთ კარიბჭეში. ანუ მექანიკური კარიბჭეებში დავხედავ 6 კარიბჭეს, საიდანაც მზე ამოდის და 6 კარიბჭეს, სადაც მზე ჩადის. თვარეც ამოდის და ჩადის იმ კარიბჭეებში და ვარსკვლავების მართველები მათთან ერთად ერთ ადგილას ამოდიან და ჩადიან. 6 აღმოსავლეთში და 6 დასავლეთში, ერთმანეთის მიყოლებით და ზუსტი თანმიმდევრობით. ასევე ბევრი ფანჯარა ჩანს მარჯვნივ და მარცხნივ ამ კარიბჭეებიდან. ფანჯარები და ანუ სრულიად ხელოვნურ სამყაროში ვცხოვრობ. შენ აცნობიერებ თუ ვერ აცნობიერებ, ეს არის ბიბლიის, რაზეც არის ბიბლია მთლიანად დაყრდნობილი. რომელიც პროსტა გააქრეს, იმიტომ რომ ეს დეტალიზაცია თუ იქნება, ღმერთი არის 100-ზე დარჩენილი. 300-ი რო ითქმის და 100-ს რო წარმოადგენს. რასაც სიტყვა უფალი წარმოადგენს, აი ფალოზე ჩამოეცმევა მერე ყველა ღმერთი. რო პირდაპირ მოუწევთ აღიარება, რომ შენ ხარ იმენა ფერმაში, კონკრეტულ მექანიზმში. შენ გაგიჩნდება მერე კითხვები, რომ მაშ როგორ არისო? მერე ეკლესიაში კი არიდები. მერე წიგნებში დაიწყებ ძრომიარს. მერე გარეთ დაიწყებ ძრომიარს. აბა თუ სამყაროს ესეთი სფერო არ არის და თუ არ მიფრინავს და რაღაცა, მაშინ სად არის მისი კიდე იმის იქით რა არის კითხვები გაგიჩნდება. აღმოჩნდება რომ იმის იქით კიდე სხვა სამყაროებია თურმე. დედამიწის ქვეშ რო დაფარულია მთლიანად ეს ბაბუშერას ლაბორატორიას რატო არის აფხაზეთს რო ცოცხალი თავით არათმობს რუსეთი. რა ზღვის პირეთი უნდა შენ გონი? აი იმ ლაბორატორიის გამო არ გითხრობს. საიდანაც მთელი ცირე და რა ქვია ახლო აღმოსავლეთ მთლიან აზია და მთელი ის კონტროლდება. ნებისმიერ ადგილას მიწისძვრის გამოწვევა შესაძლებელი, ნებისმიერ იმაში მიწისქვეშა გასასვლელებით გადასროლა ჯარების შესაძლებელი და არის ეგეთი ისინი რომ ჰიტლერი ხმარობდა ეგეთ გასასვლელებს. სხვადასხვა რეგიონებში და სხვადასხვა ადგილებში. პოლონეთში იმხელა მიწისქვეშა გვირაბებია, გერმანიაში, ჩემი თვალთავად მე თვითონა ვარ ნაყოფი, რავი, ბავშვობის წლებით 2 წელნახევარი გერმანიის ერთ-ერთ ნიდერზაქსების მიწაზე ქალაქ ჰანოვერთან არის ზალცგიტერი, უზარმაზარი ინდუსტრიული ქალაქი იქ ამას გატარებული. იმოდენა მიწისქვეშა გვირაბები იყო, ჩახერგილები და რაღაცები, რავი და ხანს ჩავმძვრალ ვარ, კინაღამ ჩავიკარგე 1-2. ისეთი რაღაცებია პიზდეც მარია პეტროვნა. რაზეც წარმოდგენა რომ განაიმათ მააშენეს. ისინი იყენებდნენ ამას, რაღაც შეპირკეთებები გააკეთეს თორე. წადი აბა ნახე ხარაგაულში რა ხდება. ჩვენთან ხვამლის თაზზე რა ხდება. კაც შვილმა არაფერი არ ვიცი, თუ ოჭიანჭველები ეგრე დავბუდიალობთ, აი ზედა იმაზე, თორე ჩვენს ქვევით ვაფშე სხვა სამყარო. უკიდეგანო გვირაბები მიდის. ჩვენ არ წარმოდგენა არ აქვს, არავინ არ გვესაუბრება, მარტო ფული აგე და როგორ უნდა იშოვნო და დავაი დაახვიე იმუშავე, გეუნები. აი ეს არის მარტო ისა რა ქვია. შენთვის გზადაკვალი. აქ პირდაპირ წერია აი ამაში წაგიკითხავ. დაამპერინისა და იმ დღეს დღე ორჯერ უფრო გრძელია ვიდრე დღე და ღამე. და დღე კი ზუსტად 10 ნაწილისგან შედგება, ღამე კი 8 ნაწილისგან. და მზე ამოდის იმ მე-4 კარიბჭიდან და ჩადის მე-5-ში და ბრუნდება მე-5 კარიბჭეში აღმოსავლეთის 30 დილის მანძილზე და აქედან ამოდის ჩადის მე-5 კარიბჭეში და მაშინ დღე 2 ნაწილად გრძელდება და 11 ნაწილისაგან შედგება. ღამე კი უფრო მოკდება. სულ ტექნიკური ენით არის აღწერილი აქ ენოქის წიგნში სადახარ. იმ დღეს შემცირდება დღე შემცირდება 2 ნაწილით და შეადგენს 10 ნაწილს, ხოლო ღამე შეადგენს 8 ნაწილს. და რავი, ისე დეტალურად არის აღწერილი, რომ მე-14 ნაწილში თქვა და ამ კანონის შემდეგ ვიხილე სხვა კანონი პატარა მნათობთან დაკავშირებით, რომელსაც მთვარე ჰქვია. მისი გარემოწერილობა ცის გარემოწერილობას გავს და მის ეტლს, რომლითაც ის მოძრაობს, ქარი ამოძრავებს და გარკვეული ზომების მიხედვით ეძლევა მას სინათლე. გარკვეული ზომების მიხედვით ეძლევა მას სინათლე. ყოველთვიურად იცვლება მისი ამოსვლა და ჩასვლა, მისი დღეების მზის დღეებს აკავს და როცა მისი შუქი ივსება სისრულეში მოდის, მზის შუქის მე-7-დია და 100 ამოდის და მისი დასაწყისი აღმოსავლეთიდან 30 დილას ჩდება. იმ დღეს გამოჩნდება ეს თქვენთვის თვარის დასაწყის ნიშნავს, როცა 30 დილას მზესთან ერთად იგივე კარიბჭეში მოძრაობს, სადაც მზე ამოდის და რავი რეები აღარა წერია აქ. ამ იმას რო გაყვები აქ წვიმა როგორ მოდის და სულ ყველაფერი წერია. თავიო 77 პირველ ქარს აღმოსავლეთის ქარს იმიტომ უწოდებენ, რომ ის არის მოწინავე,
ხოლო მეორე ქარს სამხრეთის ქარს უწოდებენ, რადგან ის ჩამოდის უზენაესი და განსაკუთრებით უპირატესიდან. ჩამოდის ის, ვინც მარადივლად არის ქებული და აღმოსავლეთის ქარს ნაკლულ ქარს უწოდებენ, რადგან ის ცის ყველა მნათობი, რადგან იქ ცის ყველა მნათობი მცირდება და ქრება აღმოსავლეთში. და რა ისე დეტალურად არის აღწერილი ცის გუმბათის მოწყობილობა და სულ ყველაფერი და თქვენი კოსმოსში უყურებენ თურმე მთვარეზე გაუშვეს ვიღაცები. აი ეს დაგცინიან პირდაპირ, აი დაგცინიან გვეკაიფებიან, რავი რა გითხრათ. გეუბნებიან რომ სატელიტური კავშირია და რა სატელიტური კავშირი ზღვე ყველა ზღვაში კაბელებია ჩადებული, კავკასუს ონლაინი რა არის. ოკეანეში კაბელებია ჩადებული. სატელიტური კავშირი არა სამში გრძელი კიდე. რა მაგრა გვეკაიფებიან წარმოდგენა არა. ამას რომ დაიწყებ ბაცნობიერებას ეს ხელოვნური სამყაროა. ნუ ამ სამყაროს თავის საზღვრები აქვს, რო ამას თავის მართველები ყავს, რო აქ შენ გარკვეული რაღაცა როლს თამაშობ, ვიღაცა ხარ, რაღაცა მიზნით ხარ შექმნილი. რა ღმერთი, თუ გაგიჩნდება კითხვა რომ ჩემზევით ვინ არის? ღმერთი და მედიტაციაში მიყავ ხარ ამ დედამოწყუნლებს, ამ ბუდუებს, გურუებს, იესუებს და ოშუებს და ამისთანებს რომ იქ გეშველებაო აქ აურზე ნუ ვფიქრობო და როდის შეიგნობთ ამას თო? როდის დასვავ კითხვას რომ აბა როგორ უნდა ვიქცეოდი? გამოსავალი რა არის კი არა? გამოსავალი რა გამოსავალი? ბიჭო ეგრე ადვილად რო იყოს გამოსავალი. როცა შეძლებ რომ შიმშილობა დაიწყო, შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყო, ექიმებს რო ერთ ადგილას დაიკიდებ, რო არ იქნები ესე წამდაუწում რაღაც ნივთების მოხმარებაზე დამოკიდებული, რითაც აი ესე სულ ბოლაში ხარ. რო ცნობიერად რო დაიწყებ კვებას ძალიან ცოტას და გააზრებულად, რომ უნდა მინიმუმ უნდა იცოცხლო 150-200 წელი, რომ ბევრად მეტი გააცნობიერო. ჩვენს თაობაში თუ ვერ მოახერხებთ, შემდეგმა თაობებმა რომ უფრო მეტი გაიყვალონ გზა. იმიტომ რომ რაღაც შიგნით ვარ და როგორ გინდა ეხლა რაღაცაში ჩაქსვან და გითხრან ეხლა აბა რა ფორმა აქვს და გარედან ჩორტი ოზნად მრავალი წახნაგია. მე უბრალოდ გავიგე რომ გავიგე. ეს მრავალი მინიშნებებია ყველა წიგნებში, მრავალი მინიშნებებია. მაგრამ პირდაპირ ვერ აბედავენ თქმას. იმიტომ რომ სისტემის ხალხი რჩებოდნენ, ისევე სისტემისგან რომ მიიღოთ ის საკვები. ესე სულ ყველა მილიონერები იყვნენ, გურჯიევიც, ოშოც, ბლავაცკაიაც, რავი, ერთ ხან უჭირდა, ხან დიდ ფულებში იყო. რუდოლფ შტაინერი ხო ვაფშე, მაგარ მაყუთებში გულაობდა. და ვინც მე ამისკენ გელაპარაკებით, ამას გელაპარაკებით, თორე სადაც გინა იქ იყავით, რომელ ღმერთთანაც გინა იქილოცეთ, ჩუსტზე მკიდია, პროსტა იმას გეუბნებით, თქვენ რო ღმერთებზე ლოცულობთ, ისინი აი სულ ფეხებზე მკიდია სულ ყველა მე რა. იმიტომ რომ ჩემ ცნობიერებაში შეგენი არ არსებობს. არც სული არ არსებობს ჩემ ცნობიერებაში. არსებობს ენერგია ფიზიკური კანონით, რომელიც ამ სამყაროში არ წარმოიქმნება. პირდაპირ ამბობს ფიზიკა. აქ ამ სამყაროში ენერგია არ წარმოიქმნება, მხოლოდ გარდაიქმნება. და მე ამის მხარეები მაინტერესებს, აი ეს დეტალური მხარეები მაინტერესებს. რა როგორ არის? რაში შეიძლება იყოს მართლა ნაპოვნი მიმართულება რომ გაუმჯობესდეს ეს სამყარო. ჩვენი ყოფა გაუმჯობესდეს, ჩვენი სიცოცხლის უნარიანობა გაგრძელდეს, რომ გავიგოთ იქით არსებობს მართლა სიკვდილის მერე რამე თუ არ არსებობს. თუ უნდა ვიყოთ იმ ჩარვაკაო თუ რაღაცას მიმდევრებივით. რა ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა ვიდრე პირჯურების წერა და უი ქრისტე აღსდგა და რა ვაფშე არ ვიცნობ ეგეც რა ქრისტე აღდგა რა ისე რა გითხრათ აბა როგორ გელაპარაკოთ რა ენით გელაპარაკოთ როგორ მოვიტანო ეს თქვენამდე რომ გაცილებით მეტი აქვს ადამიანს გასაცნობიერებელი პროსტა ის კომფორტის ზონაში გევასებათ ყველას ყოფნა შვილს ცეკვაზე ვატარებ ფეხბურთს თამაშობს რაღაცა და მე ამას კაი შემოსავლის წყაროა იქ მასწავლებლისთვის და მე ესეც ვიღაცას იქით დაუწყებს სწავლას რაღაცა 15-20 წლის მერე და ეს ცეპიდან ცეპზე გადადის. წიგს ვიღა კითხულობს. სამაგეროდ ქალებმა ტრაკის ქნევა ისწავლეს, TikTok-ერობენ მაგრად, ძუძუების თამაში. საითაც გაიხედავს სოფლიოს ყველა მხარეში. მე კიდე ეს არ მინდა რომ რატო უნდა გადავდადგილ რაღაცა პასპორტი, რატო უნდა მჭირდებოდეს თუ ამ სამყაროში მოვედი, ან რატო უნდა მჭირდებოდეს იმისთვის ვიარსებო, მუშაობა რატო უნდა მჭირდებოდეს თუ.
სულ აი დედის ერთი ადგილი დავახურე გერმანიაში უნდა წავსულიყავი და რავი იმენა აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული მაგრა ვთაქავობთ რა კაუჩი ტიპა ტვინი წაიღო ჩამოდი ახლა მოდი დიქ ჩორტუ უთხარი რომ აი დედაჩემისთვის მინდა რომ გავჩერდი აქაური წესით აღდგომებს და მე ჩამოვალ რა რომ ხალი სასაფლაოზე ავიყვანო ჩემი შვილის სასაფლაოზე ვეღარ დადის ადამიანი თო ის სიპლიპიტო იმას ვერ წარმოუდგენია რას ველაპარაკები და შენ როგორ ის ოჯახური ისინი გაკო რა ქვია მისტრაფებებიო და მაშინ სამსახურში რაზე ეწყობოდი ოჯახური მისტრაფებები რომ აქვს სამსახურში იმიტომ უნდა წახვიდე თორე თუ მისტრაფებები არა გაქვს სამსახურში რა მინდა ვაფშე მეზიზღება ეს სიტყვა აი ადამიანს მუშაობა საერთოდ რატო უნდა ჭირდებოდეს თო ადამიანის გარდა არავინ არ მუშაობს ამ სამყაროში არც ერთი არსება არ მუშაობს იმიტომ საუბრობ ხოლმე მე კრიპტო სამყაროზე სადაც არის საშუალება რომ გარკვეული გაჯეტის საშუალებით თუ ეს რაც მეტ ადამიანს გვექნება მასაკენას გექნება ის საშუალება რომ ფიზიკური აქტივობით გამოიმუშაო რაღაცა რავი $10 თუ $5 თუ $20 დღეში და რავი ეხლა ვის რა გემოვნება გაქვს და ვის რა მადა გაქვს მაგრამ მე მაგალითად რავი აი ესე ვიქნები თუ აი ყველანაირად მეყოფა თო იქით კიდე დავეხმარები თუ ვინმე რაღაცას ისეც ვნახავ რომ ჩემზე უფრო უარესად წუთხეში იქნება თუ მაგრამ ახატია ეს ფული რა პროსტა ეგ არის რომ ამ დედა ატირებული მაგრამ ვალები მე არ მაქვს არაფერი აბა მიდი მოახერხე აბა შენც ეგრე იყავი აბა შენ ცხოვრების იმაზე რომ ვალები აღარ აქვს თორე თავით ვიყავი გადამხტარი და ყველაფრიდან გამუძვრე წლებია აი ეს იმ ცნობიერების ამბავია თორე შენ მედიტაციებში ხარ ვიღაცა ხარ და პროჭი გაქვს გამოტენილი ვალები პირს ვაღებ საკრედიტო ბარათი გიჩას პირით მე კიდე ისე ვარ სუმკიდი აი წამოვწვევი ახლა 5 წელი სახში რო წამოვწვევ ვაფშე პირადად არაფერი ვაფშე მაგრამ კიდე ჩემი თვიური ხარჯი 100 ლარს არ აცდები ისიც მადედან ნახევარი ამ მიუსაფარ ცხოველებს რო საკვებს ავყიდულობ თორე მე რა უნდა შევჭამო გრეჩი ხატო სტაფილოტო მე აფსარავჭამ რავი აბა რამე გაიგეთ რას გელაპარაკებით რას გექაქანებით ამდენი აი ჩემთვის გასხივოსნებული ადამიანები არ არსებობენ ჩემთვის გაცნობიერებული ადამიანს ამ სამყაროში არ უარსებია იმიტომ რომ ცნობიერება რო ყოფილიყო ესე არ უნდა ცხოვრობდეთ ესეთი მონები არ უნდა ვიყოთ იმ ცნობიერების მონები რომ უი სომეხია უი ის არის უი ეს არის უი მე ქრისტიანი ვარ ის მუსულმანი არ იქნებოდა არც რელიგიური დაყოფები არც რა სახელმწიფოებრივი დაყოფები და რა ვიტო ერთი მეორეზე უფრო შვენიერი ადამიანები ვართ თო იქნებოდა უფრო მეტი თანაბრობა სიყვარული პატივისცემა შიზოფრენია ისაც რასაც ჩადიხართ ყოველი და ყოველი თქვენებურად ხართ ამ შიზოფრენიაში ჩაბმული მაგარი ჩუსძეთ შემიძლია დავიკიდო კიდე გავს მე ჩემს კვლევებს იმაშვები და ჩემად გულით გამომაქვს და ჩემ გულწრფელობით გამომაქვს თორე ეხლა შენ რომ მე აქ რაღაცები დამიწერო ხო გაგანადგურებ თო პროსტა ესე დაგღეჭავ გაჩვენებ რომ არავინ არ ახარ დაჟე ის რო გონია სახელი და გვარი ხარ იმას გაჩვენებ რომ ეგეც არ ახარ წერტილი ხარ წერტილში ჩასმული ისე დღეში ჩაგაგდებ დაგავიწყებ ვინ ახარ საერთოდ რატო ხარ მოსული კი არა შეიძლება ჭამას გადაეჩვი არ ვაკეთებ ამისთანა იმას გეუბნები რომ გამოფხიზლდევს უნა ადამიანი ძალიან ბევრი წიგნის კითხვით ძალიან ბევრი ცნობიერება დაჭირდება ამას ძალიან ბევრი თავის ხეულზე მუშაობა დაჭირდება ძალიან ბევრი წინააღმდეგობებს შეხვდება არ არის ესე მარტივი ამის გაცნობიერება და არ არის ესეთი მოკლე გზები ჰოპ კნოპკას დააჭირო და არ არის ესეთი რაღაცა ცნობები და თაობები უნდა შეიზარდოს შეიცვალოს პასუპატარაობიდანვე უნდა დაიწყოს მართებული აღზრდები ეს კი არა რომ რაღაცა იმას აი ია და გოგებაშვილის მოგონილი აი იმას გასწავლიან დედაენას რა გოგებაშვილის დედაენა ქვია თორე იმ ხელა შესაძლებლობებია დაკარგული რამდენჯერ უნდა ვილაპარაკო ერთი და იგივე სად 33 ასონიშანი სად 40 და იქნება და კიდე მეტი იყო მე უნდა ისტრაფოდეს ადამიანი იმ ტელეპათიისკენ ამის ამოხსნისკენ და მექანიზმისკენ მედიცინა ხო საერთოდ აი როგორი სფეროა იმენ ადამიანებს манипуляციის რაც რელიგია იგივეა მედიცინა იგივეა სახელმწიფო მართლობები ტიპები ჭკვიანი როჟებით გელაპარაკებიან რომ თქვენ რო ფულს გახტევინებთო მე რო თქვენ ფულსო ჩვენ მიდებ ჯიბეშიო და შენ რა გინდაო თო რა პრეტენზიები გაქვს იქით გეჩხუბებიან და აქ იცინებთ თავებს მარტო მე არ ვიღებ მაგ შოუში მონაწილეობას
იმდენად მცირედ ვიღებ მონაწილეობას, რამდენადაც შესაძლებელია. მეტი აღარ ვიცი, აი მარტო ჰაერის სუნთქვაზე ვერ გადავედი, თორე მაგ დედას ფიცაურ არც მაგის აი ამის არის ტანსაცმელიც გავიხადო. რატო უნდა გვეცვას ეს ტანსაცმელი? თუ ადამიანი მიეჩვევა ერთმანეთს ესე დედის შობილა უნდა იარო, როგორც მოვედით, რა პრობლემაა? რა პრობლემა პლიაჟზე არ არის პრობლემა და აქ რატო არის პრობლემა? პირიქით მეწოდინება რომ რანაირი ხარ და ვინ ახარ. და ხურუშიანივით არ იქნება ის რომ ხალი რომ მეტად შიშველია, რავი, პირიდან დორბლი არ წამომივ. მეწოდინება რომ ეგეთ ფიზიო აღნაგობა. და ხალიც მეტად შეეგუება მამაკაცის აღნაგობას. ყველაფერი ესია ამ სამყაროში. რატო არის ეს დამალული? იმიტომ რომ ყველაფერი დამალულია ამ სამყაროში. ეგეც არ გაგიცნობიერები. ეგეც არიცი. ცნობიერად გიმალავენ ყველაფერს. აი რამდენი ვილაპარაკე და თუ რამე გაიგე, ხო კარგი. თუ ვერ გაიგე და ისე ვიქახარ, სადაც იყავი და მე კიდე იქ ვარ, სადაც ვარ. სხვა რა გითხრა? აბა. აბა. ვეღარ გავთიშე რა. და